სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს კამათი უმცირესობის წევრის მარიამ საჯაიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია. საჯაიამ აღნიშნა, რომ წლების წინ საქართველო ერთ-ერთი კრიმინალური ქვეყანა იყო, ამჟამად კი ქართული სახელმწიფო ევროპაში ერთ-ერთი უსაფრთხოა. საჯაიასა და მის თანაგუნდელებს კი უმრავლესობის წევრმა კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ უპასუხა, მან ურჩია დეპუტატს ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში ტერმინ კრიმინალურ მენტალიტეტს ნუ გამოიყენებს. პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან თორნიკე ხურციძეს ჩავთავთ, რომელიც დეტალურად ისაუბრებს, რა მოხდა პარლამენტში. თორნიკე, გისმენთ. დაპირისპირება უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მარიამ საჯაიას, უმცირესობის ერთ-ერთი წევრის მარიამ საჯაიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია. როგორც უკვე აღნიშნეთ, მარიამ საჯაიამ აღნიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო კრიმინალური ქვეყანა და ის ევროპაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა. ეკა ბესელიამ კი მარიამ საჯაიას ურჩია, რომ სიტყვა ტერმინს კრიმინალურ ავტორიტეტს ქვეყანასთან მიმართებაში ნუ გამოიყენებს. ყველაზე კრიმინალური ქვეყნიდან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. რასაც შეიძლება თქვენ არ აღსრულებდეს, რასაც შეიძლება თქვენ არ აღიარებდეს და შეიძლება თქვენ არ აღიარებდეს, მაგრამ მსოფლიო ამას აღიარებს და არასოდეს არ იყო ყველაზე კრიმინალური ქვეყანა. იქ თუ ვინმეს გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა ესეთი წარმოდგენა, მიდგომებია, შეხედულებები და მოწონდა ის ტრადიციები, რომელიც მართლაც არის მიუხედავი სრულიად ცივილიზებული საზოგადოების, ეს არნიშნავს, რომ ერთს ჰქონდა ესეთი აზროვნება და თხილად იხმარეთ ხოლმე ესეთი სიტყვები. არაკორუფციული მითითებები კეთდება ჩემს სასაძითან დაკავშირებით. ძალიან ადამიანები კარგი მოხიში ხართ ეს რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის განხილვას, პარლამენტში კანონპროექტის განხილვა კომიტეტის ხდომაზე უკვე დასრულდა. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და კანონპროექტი იქნება კონსენსუსის შედეგი. კონკრეტული შეკითხვები აქვს არასამთავრობო სექტორს კანონპროექტთან დაკავშირებით, მათ აინტერესებს კონკრეტულად თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროს და როგორ მოხდება ამ ადამიანების ფსიქორეაბილიტაცია მას შემდეგ რაც საპატიმროებიდან გამოვლენ. საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის ძალიან ჰუმანური და ისინი საპარლამენტო უმრავლესობას საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიებს თხოვენ. არის გარკვეული კითხვები, რაზეც გსურს რომ პასუხები გაიცეს, სანამ ეს კანონპროექტი ამოქმედება. ეს არის ერთი, რა რაოდენობით პატიმრებს ეხებათ ეს ამნისტია, რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს ციხიდან და გითხრას, რომ ამ ინფორმაციას სასჯელახსრულებით სამინისტრო მოღვაწოდებს. მეორე, როგორ აპირებს სახელმწიფო უსაფრთხოება, ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვას და კრიმინალური მდგომარეობის კონტროლს როგორ აპირებს და ამ კუთხით იქნა აღნიშნული, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს მისი მოსაზრებების წარმოადგენას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ დაველოდებით ამ მოსაზრებებს. ჩვენ დაველოდებით ახალ კანონპროექტს იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად იყოს დაბალანსებული ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპი. ერთი ეს ჰუმანური პრინციპი, რაზეც ისინი საუბრობენ და ჩვენ გვესმის და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია, რაც ასევე საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა უზრუნველყოს. კონსულტაციები ალბათ რამდენიმე დღეში დასრულდება და მე ველოდები, რომ უახლოეს 2 დღეში უკვე დეტალური ინფორმაცია გვექნება, როგორც სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც სასჯელახსრულების აცებულება წარმოადგენს, ასევე ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებებს. ჩვენ გვინდა, რომ ამინისტია იყოს კონსენსუსის პროდუქტი. ცნობილია, რომ კანონპროექტის მიხედვით საპატიმროებს დატოვებს ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები და პირობით მსჯავრდებულები. სასჯელი გაუნახევრდებათ არასრულწლოვნებსა და ქალებს, ხოლო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს შესაძლებელია, რომ სასჯელი შეუმცირდეთ. დიდი მადლობა თორნიკე ხურციძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომელმაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის დეტალები გაგვაცნო.